როგორც იქნა დიდ დიღომშიც ვიგრძენით გაზაფხული. დილიდან სანამ ტყუპები ბაღში არიან, პროდუქტების ყიდვა მინდა მოვასწრო. მოკლედ მიდიხარ მაღაზიისკენ, მიუყვები კორპუსებს შორის გზას, ყოველდღიური ყოფითი საზრუნავით თავიდან ფეხებამდე მოცული, გონებაში მხოლოდ საყიდლების სია გიტრიალებს და უცებ გზად აი ამ საოცრებას რომ წააწყდები. ვინ იფიქრებდა, რომ დიდ დიღომში ბეტონის კორპუსებს შორის ამდენი ია აყვავდებოდა. ხოდა მეც უნებლიეთ ვჩერდები, ცოტა ხანს ვუყურებ აყვავებულ ხეხილს, მწვანე ბალახს და ვხვდები, რომ როგორც იქნა ნამდვილი გაზაფხული მოვიდა. კორპუსებს შორის ჩიტების ჭიკჭიკის ხმა და სკვერში საქარელებს შესეული ბავშვები ჟრიამული ხომ ნამდვილი გაზაფხულის სიმპტომებია. ძალიან თბილა, არადა მეც და სხვებსაც ჯერ კიდევ ზამთრის სეზონის ტანსაცმელი გვაცვია. მოკლედ ზუსტად ის დროა ხალხის ნაწილი ქურთუკით, ნაწილი კი მაისურით რომ დადის. მაღაზიებსა თუ სუპერმარკეტებში ყველაფერი უკვე აღდგომის მოახლოებას მოასწავებს. წლის ამ დროს დახლები 1000 ფორმისა და სახეობის პასკით ივსება. მათი ფასებიც ძალიან მრავალფეროვანია. ადვილი შესამჩნევია, რომ პასკებთან ერთად გასაყიდი კვერცხის რაოდენობაც მკვეთრად გაიზარდა, ანუ მისი შეღებვის დრო ახლოვდება. აბა რა არის ეს? კი ბატონო, ეს არის კვერცხი. მეცაც გეტყვით, ეს არის ლეჩხუმური ქათმის დადებული კვერცხი. აი იმ კვერცხებს კი არ გავს მაღაზიაში რომ ვიყიდით და გატეხვის შემთხვევაში გული და ცილა ერთმანეთში რაღაც უთავმოყარეოდ რომ ირევა. არა, ეს არის კვერცხი, რომლის კვებით ღირებულებაში ეჭვი საერთოდ არ მეპარება. მოკლედ, რატომ ჩავაცივდი ამ კვერცხს? ძალიან მალე მოდის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, აი ჩემი ჩაცმულობაც დაახლოებით მაგ სტილშია გადაწყვეტილი და დიდი ეჭვი მაქვს, რომ უახლოესი რამდენიმე კვირის მანძილზე ერთ-ერთი ძირითადი სალაპარაკო თემა იქნება კვერცხი და პასკა. ახლა ჩემი კულინარიული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თავს ვერ მოვიწონებ პასკის გამოცხობის რაღაც ხელოვდებით და ამას არ შევეცდები. რაც შეეხება კვერცხის შეღებვას, დედაჩემთან ერთად შევღებავ კვერცხს და რა თქმა უნდა დავიბრალებ მერე, რადგან რამდენჯერაც მარტო მქონდა მცდელობა კვერცხის შემეღება, ენდროსფერის და რაღაც ხასხასა წითელი კვერცხის ნაცვლად მივიღე რაღაც იასამნისფერის საცოდაობა და მწარედ დავიცინე. დილით ტყუპები ბაღში რომ მიმყავდა ჯერ კიდევ ციოდა, ამიტომ თეკლას და სანდროს დღეს ზედმეტად თბილად აცვიათ. ზოგჯერ არც მჯერა რომ რამდენიმე თვეში უკვე სკოლაში მიდიან. გაჩერდი ერთი წამი. სად მოახერხე, როგორ მოახერხე რა? 2 მილიონი? სამო. აი კაცაკ. და ოსადო, სამო. სად მოახერხე? ამაზე დავეცი, ამაზე უკავ დავისვაფრეხე, რო დავეცი ეს მომესვა. რა ენავლებათ? მზიანამინჩი ფეხით სეირნობა ძალიან სასიამოვნოა, თუმცა აღდგომის მოახლოებამ მზემ და გაზაფხულმა ერთი სახალისო ექსპერიმენტის ხასიათზე დამაყენა. ახლა უცებ ტყუპებს ვასადილებ და ჩემს გეგმებს თქვენც გაგიზიარებთ. ახლა უნდა დავრეკო ჩემს სამ მეგობართან, რომლებსაც დადასტურებით ვიცი რომ პასკა უყვართ ძალიან და ვკითხავ რომელი არის მათი ფავორიტი პასკა და მათი აზრით როგორი უნდა იყოს ნამდვილი პასკა. პირველი ეს არის სოფო ზედელაშვილი. სოფო ზედელაშვილი არის ჩემი ვლოგის რუხი კარდინალი. ანუ არსად არ ჩანს და ყველაფერი იცის. მოკლედ მე და სოფო ვაკეთებთ ამ ვლოგს. ასე რომ ნახოთ ერთი რას გვეტყვის. ალო. სოფო? ბატონო. მოკლედ უნდა გკითხო, რომელია შენი ფავორიტი პასკა? და ასევე რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პასკა, როგორი უნდა იყოს, რომ აი მოგეწონოს. ხო, ძალიან რთული კითხვაა მინდა გითხრა, იმიტომ რომ ყოველ წელს მოგეხსენება პასკის მოყვარული ვარ, რაც სავალალოდ აისახება ხოლმე ჩემს ზონაზე ამ სეზონზე, მაგრამ რთული საკითხი იმ ხრივ, რომ
იცვლება რა ეს ერთ წელს რო რაღაც მოგწონს, მეორე წელს აღარ მოგწონს. კლასიკური პასკის მოყვარული ვარ, რასაც ეძახიან ჩვენი საერთო მეგობარი ხშირად რო იმეორებს ხოლმე ნოტიო და მძიმე. უნდა იყოს ზედმეტი გადატვირთვის გარეშე. აი რო გითხრა და დაგისახელო რომელია საუკეთესო, ეხლა ამ წუთას გამიჭირდება, მაგრამ შემიძლია დაგისახელო ის ორი, რომლის გასინჯვასაც წელს ვაპირებ და გირჩიო შენც რა. აბა. ანუ მე ამ კუთხით ვუყურებ ხოლმე, რომ ყოველ წელს ვიღაც ახალს ვაძლევ შანსს, რომ რაღაცა საინტერესო მინდა ხოლმე რომ აღმოვაჩინო. ერთი ეს არის ცოტა სახლური გემოების კაფე საკონდიტრო იოეტე, რომელიც არის მაყაშვილის ქუჩაზე და დიდი ხანია მაინტერესებს გავსინჯო და ვაპირებ და მეორე რაც ასევე მახსენდება და მაინტერესებს და მინდა გავსინჯო არის ვაინი. არის ესეთი საკონდიტრო საცხობი, რომელიც საბურთალოზეც არის და ვაკეშიც არის რა, მოკლედ. და ვიღაცებმა ასევე ძალიან აქეს და ამიტომ მაინტერესებს ამ ორის გასინჯვა. ეხლა ძველი გამოცდილი ვარიანტები რაც არის და რაღაც ასწავლად ძვირი ამას არ გირჩევ, იმიტომ რომ ვცდილობ რომ შედარებით მაინც ასე თუ ისე ადეკვატური ბიუჯეტის რაღაც გირჩიო. ბარბარეს პასკაც არაჩვეულებრივია მაგალითად, მაგრამ ეგ არის ძვირი კატეგორია და არის მე მგონი 60 ლარის ზემოთ რაღაცა შედარებით მცირე ზომის და ეგ უკვე ძვირი ფასია. თუმცა ნუ გასათვალისწინებელია ისიც რომ კომპონენტებიც ძვირია და ძვირდება და თუ რაღაც ნორმალური ხარისხი გინდა მთლად დაბალ ფასს რო იხდი, უნდა იცოდე რომ ვერ მიიღებ ისეთ ხარისხს. გასაგებია. დიდი მადლობა. არაფერს, ძალიან ბევრი ხო არ ვილაპარაკე. შესდებაზე არ არის ბოჭრი. კაი. ახლა ურეკავ ჩემს კიდევ ერთ მეგობარს ქეთი თუთბერიძეს, რომელიც სხვათა შორის არის გამომძიებელი ჟურნალისტი და ყოველთვის ისეთ ძალიან სერიოზულ თემებს აკეთებს და დიდი იმედი მაქვს, რომ გადაღების პროცესში არ იქნება რაღაც მართლაც ძალიან მტკივნეული თემის ჩაწერის პროცესში, რადგან ამ დროს ჩემი კითხვა მაინც და მაინც ვერ იქნება ადეკვატური პასკებთან დაკავშირებით. თუმცა მეგობარი ხომ იმის მეგობარია, რომ ყველაზე სულელური შეკითხვაც ძალიან მშვიდად მიიღოს და აიტანოს. ალო. ქეთი როგორ ხარ? კარგად, თავად? რავი, არა მიშავს, დიდი იმედი მაქვს გადაღების პროცესში არ გირეკავ. არა, ძალიან, აბა გისმენ. ერთი ძალიან მტკივნეული და ისეთი სერიოზული თემა მინდა განვიხილო შენთან. აბა, როგორც ვიცი, გიყვარს ძალიან პასკები და მაინტერესებს დაასახელო შენი საყვარელი პასკა და ასევე როგორი უნდა იყოს შენი აზრით პასკა. ყველაფერს ველოდი ამის გარდა. მშრალი ნამცხრები ზოგადად არ მიყვარს, მაგრამ პასკა გამონაკლისია. პასკა მიყვარს, იმიტომ ზოგადად აღდგომის დღესასწაული მიყვარს. პასკა უნდა იყოს აუცილებლად მძიმე, ამ რაღაცა თავზე დადებული რაღაცა კიკლუცური სისულელების გარეშე, მაქსიმუმ ალბათ მინანქარი უნდა კონდეს გადასხმული და ნუშებით მორთული. ეს ალბათ მაქსიმუმია. შიგნით უნდა იყოს ბევრი ქიშმიში და ნუ თუ ασეთი სახლში ცხება მით უმეტეს. მე სამწუხაროდ არ ვიცი პასკის გამოცხობა. დედა ჩემი აცხობს ხოლმე, ბავშვობიდან მახსოვს მისი სამზადისი ხოლმე სააღდგომოდ როგორ აცხობდა პასკებს. და შენი ფავორიტი პასკა დედის პასკის გარდა კიდე რომელი, აი რომელს ყიდულობ ხოლმე? არტანში ვყიდულობ ხოლმე პასკას, რომელიც არის ზუსტად ისეთი, როგორც აღწერე, მინანქარიც არ აქვს და აქვს ჩაქრის პუდრი მოყრილი. და არის აი ვთქვათ ანტრე, ლეგატო, ეგენი მანდაც კარგი პასკები. აი მანდ არის ეს რაღაც ესეთი გადაბრანჭული, რაც მე არ მიყვარს, მაგრამ არის ისეთი, როგორც მე მიყვარს, ანუ ფართო არჩევანია ხოლმე. მაგრამ ფასი ძალიან გაიზარდა ბოლო წლებში. და ტარტანში არის თან გემრიელი, თან ნორმალური ფასი, თან დიდი ზომის და მაგიტო ზირთეს მაგას ვყიდულობ ხოლმე. ძალიან კარგი, დიდი მადლობა. არაფრის. კაი, აბა ბედნიერად. კაი. ახლა ვურეკავ ჩემს კიდევ ერთ რესპონდენტ მეგობარს, ვიკა ბუკიას, რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრმა თქვენგანმა იცის ტელეეთერებიდან. ვიკა ჩემი არ იყოს დიდად ბავშვების ნაკლებობას არ განიცდის, რადგან 4 შვილი ყავს და ასე რომ ვიდრე სტუდიაში მივა
ჯობს რომ ვიხელთო დრო და დავურეკო, თუმცა ეჭვმეპარება რომ ეცალოს დიდი ალბათობით რომელიღაც ბავშვი სადღაც მიყავს, რადგან თითქმის ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ყავს შვილები. ალო, ვიკა როგორ ხარ? კარგად ჯანიკო, შენ? რა ვიცი, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მაქვს შენთან განსახილველი. აი ძალიან საჭიროა და ესეთი მნიშვნელოვანი. რა ხდება ჯანიკო რა? მშვიდობა? რომელი პასკა გიყვარს? მე შენ. ისე პასკა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. აი მაგაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის, რომ ვიცოდე, არაფერი არ არსებობს ამ დღეებში. უფალო. იმიტომ რომ აი ხო არის მაგალითად ახალ წელს ხო უყვართ გოზინაყი, ბარბარობას ლობიანი და აი პასკა არის ყველაფერზე მაღლა ჩემთვის. აი უმნიშვნელოვანესი ამბავია. მე მიყვარს ჩემი დედამთილის გაკეთებული პასკა. ჩემი შვილების ბებიის ძალიან ფანტასტიურ პასკას აკეთებს ესეთი სველი. ხალო რაღაც ისეთი მითხარი ადამიანმა ყიდვა შეძლოს და შენ დედამთილის პასკა საიდან და იყოს ჩემთვის ხოლმე ეს მხოლოდ ჩვენი ოჯახის საკუთრება. რა შეეხება ყიდვას, მაინც ეს არის ქეთო და კოტეს პასკა, იმიტომ რომ ვიცოდი მაგას სიტყვოდი. ქეთო და კოტეს პასკას ადამიანი არ აკეთებს. ანუ რაღაცა იქ არ ვიცი, რაღაც მართლა ჯადოქრობა და რაღაცა სასწაული. ახლა ამ გაჭირვების დროს როგორი რჩევა ახლა ადამიანებს პასკა ურჩიო, რომელიც არც თუ ისე იაფიღებს მე რომ მკითხო, და ეს მანანასაც მოსწონს თუ მარტო ვიკას? ანუ იცი როგორი პასკა აერთიანებს ყველას. ანუ აი ეს პასკა არის აი როგორც ფეხბურთი, რელიგია, ეს პასკაც ყველას აერთიანებს, ყველა პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ადამიანს. და როგორი უნდა იყოს ეს საოცარი პასკა შენი აზრით? აი როგორია ახლა გეტყვი ქეთო და კოტეს პასკა. აი არის რა თქმა უნდა ამით უნდა დავიწყო ხო სველი, აი ნოტიო, მძიმე არ არის ჩემთვის მე მიყვარს არც ძალიან ესეთი არომატი რო აქვს რაღაცა რო უკეთებენ ოღონდ ძალიან ბევრს არ მიყვარს ამას აქვს რაღაცა ციტრუსიც ყველაფერი აქვს მაგრამ ჩემთვის აქვს ზომიერად სულ რომ არა აქვს არ მიყვარს ძალიან ბევრი რო აქვს არ მიყვარს აი ზომიერად არის ხო მე არა ვარ პროფესიონალი და ესე სახალხო ენაზე ვხსნი აი ხო ხდების რაღაცა არომატები რო აქვს რაღაცეების ცუკატი შმუკატია კაცუკი ესენი არა აქვს ხა ბევრი ძალიან და არც ცოტა. აი ჩემთვის იდეალურად გიждები რცესთან, ციფრცესთან ერთად მიყვარს მე პასკა. კარგად ბრძანდებოდე. ნახვამდის ჯანიკო. ასეთი სიყვარულით ხალხო შვილებზე ვერ ვლაპარაკობ მე. მეორე დღესვე იმის მიუხედავად რომ ამინდი ძალიან გაფუჭდა ამ პასკების შეძენისა და დეგუსტაციის მიზნით დიდი დიღმიდან ქალაქის ცენტრისკენ მივდივარ. წამოვედი იმ პასკების შესაძენად, რომელიც ჩემმა მეგობრებმა მირჩიეს. აღმოჩნდა რომ მათი სრული უმრავლესობა ცენტრალურ უბანშია. დიდი დიღმიდან ახლა ვაკეში გამოქცევა პასკის შესაძენად მაინც და მაინც კაი ამბავი ვერაა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს რომ ჩიტი ბრტყნად ღირს. თუ არა და ვაი ჩემი მეგობრების ბრალი. მოვედი ტარტანში, მაგრამ აქ ადგილის გამოძებნა და მანქანის გაჩერება არის აი აუხდენელი ოცნებების სფეროდან. შესაბამისად ავარიულები კი ჩავრთე, მაგრამ თუ ახლა პატრულმა გამოიარა და დამაჯარიმა და ეს პასკა რამდენიმე ასეული ლარი დამიჯდა, აი მე ნახეთ თქვენ. წავედი. ერთი პასტა თუ შეიძლება. დიდი მადლობა.
მადლობა. ტარტანის პასკა ჩემთანაა და დაჯარიმებასაც გადავრჩი. ასე რომ სასწრაფოდ უნდა გავეცალო ახლა ამ ადგილს. მოვედი რესტორან ქეთო და კოტეში, თუმცა როგორც გაირკვა, ჯერჯერობით პასკას ვერ ყიდიან, ის მეორე ნახევარში იყიდება ეს პასკა, ასე რომ თავადი ლევანივით პირში ჩალაგამოვლებული დავრჩი. არა, ზედელ მართლა მაინტერესებს, თაწმინდის ძირში რო არ ამოასკდე, საბურთალოზე ვერ ყიდულობ პასკას. ხალხო, ნახეთ, სადა მომიყვანა. ნახეთ. ასე გამოიყურება. გამარჯობა. პასკა მინდა თუ შეიძლება ერთი ცალი. თქვენი პასკა მირჩიეს. ჩემო მეგობარმა მიჩნია რომ ძალიან გემრიელიაო და ერთი უნდა გავსინო. მიხარია, ეს არის 500 გრამიანი. კი ბატონო. 500 გრამიანი. კი, დიდი მადლობა. მადლობა, კარგად გრძელდებოდეთ. მადლობთ. აი, ესეც ჩემი იოეტეს პასკა. ამ წვიმის გადამკიდე ისეთ საცობში მოვხვდი, იმედი მაქვს სახლში დაბრუნებასა და ბავშვების ბაღიდან გამოყვანას დროულად მოვასწრებ. რადგან ქეთოს და კოტეს პასკა მიუწვდომელი აღმოჩნდა ჩემთვის და თურმე რაღაც დროით ადრე უნდა შეუკვეთო და შემდეგ უკვე მომზადებული პასკა შეგიძლია წამოიღო და ნუ მოგრეთ მთელი ცერემონიები ჩაატარო. აი ხა გზად გამოვიარე ჩიზკეიქერთან და გამახსენდა რომ შარშან მაგათი პასკა ვჭამე და ძალიან მომეწონა. ნახოთ წელს რა ქნეს. მადლობა. ესეც ჩვენი პასკა. მოკლედ როგორც ხედავთ, გვაქვს 3 ცალი პასკა. ეს გახლავთ ზედელას რჩეული, სოფო ზედელაშვილის რჩეული იოეტე, რომელიც პირდაპირ მთაწმინდის ძირიდან წამოვიღე. ეს გახლავთ ქეთის რჩეული ტარტანი. აქ უნდა ყოფილიყო ქეთო და კოტეს პასკა, თუმცა იმდენი პროცედურა სჭირდება იმას, რომ ქეთო და კოტეს პასკამდე მიხვიდე, წინასწარი ჩაწერა, დაჯავშნა, შემდეგ მთელი რიგი ამბები, ასე ერთხელ მისვლით და ყიდვით არ გამოდის და შესაბამისად ის ჩავანაცვლე ჩიზკეიქერის პასკით, რომელიც შარშან ძალიან მომეწონა სხვათა შორის. ვიდრე დეგუსტაციას დავიწყებდეთ, მანამდე გეტყვით, რომ პასკა დიდად არ მიყვარს. თუ მაინც და მაინც პასკაზე მიდგება საქმე, აი სიამოვნებით ვჭამდი მაგალითად ჩემი დედამთილის გამომცხვარ პასკას, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ მისი რეცეპტი ძალიან ბევრმა სცადა გაეკეთებინა, თუმცა დიდად არ გამოუვიდათ. დეგუსტატორად წესით უნდა გამოვდგე და ვნახოთ ერთი რა გამომივა. საოცრად სურნელოვანი პასკებია. ეს არის იოეტე. ეს არის ჩიზკეიქერი და ეს არის ტარტანი. ესე იგი, ჯერ მე გავსინჯავ და ვიტყვი ჩემს აზრს და შემდეგ გადავალ ბავშვებს. ძიმეა, ნაშკარად, ნოტიო,
თუნთუ შესავით, რომ არის ხოლმე პასკები, ეგეთი პასკები არ მომწონს. და რაღაც ლიმნის გემოც დაჰკრავს. არომატულია, მაგრამ ჩემთვის ოდნავ ფუშფუშაა. ესე ძალიან გემრიელია. ცოტა იფშნება. ესეც ოდნავ ნოტიოა. თუმცა ამ სამიდან უპირატესობას მივანიჭებდი აი ამ პასკას. მოკლედ, ყველად არაფსულ ვარ მთაწმინდის ძირში. აი. ახლა ბავშვებო თქვენი ჯერია. ემოცი დავიწყევ. აბა მითხარი ამ სამიდან რომელი მოგეწონა? აი ეს. სამიდან რომელი მოგეწონა? ჯერჯერობით მომწონა ესა. ანუ თეკლას მოეწონა ჩიზქეიქერის პასკა. ახლა სანდროს რომელი მოეწონა? გონდა ეს. მოკლედ ბალანსი არ დაგვირღვევია. სანდროს მოეწონა ტარტალი. შენ უიჯგიმები. მოკლედ როგორც აღმოჩნდა, ჩემს აუტანელ ოჯახში განსხვავებული გემოვნება გვაქვს. მე და ანას მოგვეწონა იუეტეს პასკა, სანდროს მოეწონა ტარტანის პასკა, რაც შეეხება თეკლას მოეწონა ჩიზქეიქერის პასკა. ასე რომ მეტი რა გზაა, სამივე უნდა გირჩიოთ.